გამარჯობა ძვირფასო ქალებო, ეთერშია გადაცემა მანდილი. ჩვენ ვცდილობთ დაპირებას არ უღალატოთ და შეძლების და გვარად გაგაცნოთ სხვა ასაკის გადაცემის პროფესიის გალბატონები. ჩვენი გადაცემის საშუალებით თქვენ უკვე გაეცანით ხელოვნებასთან შეყვარებულ ადამიანებს, ინტელიგენციისა თუ უბრალო ფენის წარმომადგენლებს. და აი ჩვენს დღევანდელ გადაცემაშიც გვინდა სამი გალბატონი გაგაცნოთ, მათი საყვარელი პროფესიით და საქმიანობით. ჩვენი პირველი სტუმარია გალბატონი ესმა ქურდაძე. იგი უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც ქართლის კავშირგაბმულობის სამმართველოში მუშაობს მეერსმა. თავის პროფესიაში შეყვარებული გალბატონი ესმა უშუალობით, შინაგანი კულტურით, აბონენტებთან თავაზიანი მოპყრობით, ნამდვილად იმსახურებს იმ პატივისცემას და სიყვარულს, რომელსაც გრძნობს როგორც თანამშრომლების, ისე მოსახლეობისაგან. სრულდა მისი სამუშაო დრო. გალბატონი ესმა ქურდაძე დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი და ბედნიერი იმით, რომ ბევრ აბონენტს გაუწია დახმარება, ბრუნდება შინ, სადაც მას ელოდება საყვარელი ოჯახი. მუშაო პირველად რომ მივედი უფროსის მოადგილე იყო ნოდა რეკალაძე, რომელმაც დიდი პატივი სცადა მიიღო მის საწარმოოში. იმის შემდეგ დაუღალავად მუშაობ. არ მიგბნია დაღლა, ბევრჯერ ყოფილა პრობლემები, ხაზები არა ყოფილა. მინდოდა ხალხისთვის პატივი მეცა. შემოვლითი გავლები გამიკეთებია და მაინც მილაპარაკებია ხალხი. ჩემი სამსახური ისეთია, ყველას ვერ დავაკმაყოფილებ. შეიძლება 1-2 ადამიანი იყოს უკმაყოფილო, რომელსაც დროზე ვერ ვალაპარაკებ. თქვენი პროფესია სიმართლე რო გითხრა არ მიზიდავ, იმიტომ რომ მე არ ვფიქრობდი მადმისვლას. საერთოდ მაგ დამთავრებული და მინდოდა ჩემი პროფესიით მემუშავა. როდესაც მანდ მივედი, ისე გამიცათა მადმუშაობამ, რომ არ მიფიქრია სხვაგან გადასულიყავი. ჩემი ხალხი, ჩემი კოლექტივი ძალიან მიყვარს, ყველასთან კარგად ავარ და ვერ დავანებე თავი მელსმენად. თუ გიფიქრათ, რომ გამოგეცვალა პროფესია? არა, არასოდეს. არასოდეს არ მიფიქრე. ოჯახის შესახებ რას გვეტყვი? ოჯახი მყავს მეუღლე, 1 შვილი, ძალი, 2 შვილიშვილი. მე ბედნიერად ვაბრძოლ თავს, ჩემ ოჯახთან ერთად. სამსახურს როგორ უწევთ? სამსახურში რომ გავდივარ, ჩემი სამსახური სმენობით არის. ერთი დღე დილიდან 3 საათამდე ვმუშაობ, მეორე დღეს 3-დან 9 საათამდე. რჩება დრო, რომ ოჯახშიც ვაკეთებ საქმეს. დატვირთული მაინდამაინც არ ვარ ოჯახში. ვიდივარ სამსახურშიც ჩემ საქმეს ვასრულებ. ისე რომ ძალიან დატვირთული არ ვარ. მე შემთხვევა რომ გადაგიჩენეთ თქვენ ადამიანის სიცოცხლე პროფესიის. ძალიან ბევრი ქარელის ტერიტორიაზე ბევრი ავარიები ხდება.
მოსულან უცბად არ თბილისი უთხოვიათ, ხაშური, გორი, დასავლეთის მხარეებიც ბევრჯერ უთხოვიათ და ამ ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე კიდია და როგორმე უნდა დამარეკინოთ, სანარიო გამოვიძახოთ და ჩამოუყალიათ პროფესორები და ბევრი გადაურჩევიათ. სიძნელეები იმიტომ ყოფილა, იმიტომ რომ თბილისზე ვიყავით დამოკიდებული. კოდები მაშინ არ ჰქონდა და ბევრი ხვეწნა და ბევრი მუდარა გჭირდებოდა თბილისის მორიგეებისთვის, რომ მოეცათ ხაზები. რუსეთის ხაზი, საზღვარგარეთაც ვილაპარაკებიათ ხალხი და თბილისზე იყო დამოკიდებული ყველაფერი, მაგრამ დღესდღეობით კოდები არის და როცა კოდები მუშაობს, ყველა ქალაქში თითქმის გავდივართ, ყველა ქალაქში. ლაპარაკებია გერმანია, შვეიცარია, ისრაელი, თურქეთშიც კი დაგვირეკია. მიფიქრია ჩემო ნელსმენობის დროს, რომ ნეტარი ყველა ენა მცოდნოდა, მიოცნებია, ვიცი რუსული, ქართული და ბევრი ენები მიოცნებია, რომ გავდივარ საზღვარგარეთაც, ნეტა ის ენაც ვიცოდე, რომ იმენით დაველაპარაკო და უფრო არის ხოლმე შემთხვევები, არ ესმის აბონეთს და მე რო ვიცოდე ის ენა, დავეხმარები მორიგის საშუალებით ამ უცხო ენებს დავეხმარები აბონეთს და უფრო უკეთესად გაიგებ. დღევანდელობაში და რაც ინატრიებთ? დღევანდელობაში მომდეს და ეს საქართველო რო ასე გაჭირვებულია და ძმათა ურთიერთძმათა შორის სისხლის ზღვრა. აი ასეთი მდგომარეობაში რო ვართ ხალხი, მინდა როგორც ადრე იყო სიტკბო, სიხარული და გაჭირვება არავის არ აქონებოდეს. საქართველო ცოტა ამოწეული იყოს და მიყვარს ჩემი პროფესია, ოჯახშიც რომ მოვდივარ, რომ მინდა სიტყვა სახელი წარმოვსთქვა, ძალაუნებურად ალო მომდის სიტყვაში. ალო და ერთხელ სიზმარშიც კი ვნახე, რომ გოგოებო ის ძველი კომუტატორები იყო მაშინ და ისე ვმუშაობდით პასუხობით ნატურები რო განათდებოდა და ვითომ რეკავს ტოლიაშვილი და გოგოებო უპასუხეთ ტოლიაშვილს და რატო ზიხართ ეგე? ალო გაეცით პასუხი. ბევრი შემთხვევები არის, რომ სიტყვის მაგივრად ალო წამოვიწყდება ხოლმე. კიდევ ქათმებს უყრიდი და ძიბა რომ უნდა მეთქვა, ალო უძახდი ქათმებს. კადრები დატვირთვათ როგორც სამსახურში. დიახ, მაქვს. დიდი ხანია ვარ პროფკავშირის თავმჯდომარე. ახლახაც თბილისში ვიყავი პროფკავშირის შეკრებაზე დელეგატად ვიყავი. ვასრულებ ამ პროფკავშირის საქმიანობას. თქვენ ხშირად ცდილობთ, რომ დახმარება გაუწიოთ, აი თქვენი სამსახურით მოსახლეობაზე. თუ არის ხშირი შემთხვევა, რომ უკმაყოფილო მომწყალ. რა თქმა უნდა იქნება, ყველას ვერ ალაპარაკებ, არის ზოგი არაპასუხობს, ზოგი არ იკრიფება. არის შემთხვევები, რომ თბილისი არ გვაძლევს რუსეთის ქალაქებს. ბევრი უკმაყოფილი არის, მადლობით და პატივისცემით წავლე და არის პირადად არ უთქვიათ უკმაყოფილობა და მე ვფიქრობ, რომ ვინც არ ილაპარაკებს უკმაყოფილო იქნება. ჩვენ ქალებს უსურვებდი ჯანმრთელობას, ბედნიერებას, საქართველოში ტკბილად ალო გისმენთ?
ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ჩუმად უსიტყვოდ ემსახურებიან საყვარელ საქმეს. არავისგან არაფერს არ მოითხოვენ, მხოლოდ გასცემენ და ამით ხარობენ. ელვისის სწრაფით გადის დრო და მათ რჩებათ მხოლოდ ტკბილი მოგონებანი და დიდი სიყვარული საყვარელი პროფესიისადმი. და გულის სიღრმეში პატარა იმედი, რომ იგი კვლავ ახსოვს და პატივისცემით იხსენებენ. სწორედ ერთ-ერთ ასეთ პიროვნებაზე მინდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება, ძვირფასო ქალებო, და გავაცნოთ პედაგოგი თამარა შავდათუაშვილი. ქალბატონი თამარა თითქმის ნახევარი საუკუნე ემსახურებოდა სკოლას. ვინც ის რამდენი თაობა აღზარდა, რამდენ ბავშვს ასწავლა ანბანი, გააცნო დედაენა, შეაყვარა ცხოვრების ალყაკი და შემდეგ დედაშვილური დარიგებებით გაგზავნა ცხოვრების ფართო ასპარეზზე. ყოველივე ამას ქალბატონი თამარა უდიდესი სიყვარული და თავდადებით აკეთებდა. მან მთელი თავისი ცხოვრება, ნიჭი, ენერგია პირველი კლასის დაწყებითი კლასისა და არა მარტო მათ სახლს შეალია. დღეს ჩვენ ქალბატონი თამარა მასწავლებლის სტუმრები ვართ და ვიხსენებთ მისთვის ბედნიერ და დაუვიწყარ წლებს. თამარა, თქვენი შეგნებული ცხოვრება პედაგოგიურ მოღვაწეობა, სკოლას შეალიეთ, რამდენი წელი ემსახურებოდა? 25 წელიწადი ვიმუშავე. 21 წელიწადი თქვენიშვილი მუშავე და 1 წლის შემდეგ მე იძულებული გახდი. პირობები არ მქონდა და წამოვედი ქარეში, ხაშურის რაიონში. ხაშურის რაიონმა ქარეში დამნიშნა მასწავლებლად და მის შემდეგ სულ პირველ სკოლაში. პირველ გაკვეთილი ხომ არ გახსოვთ თქვენი? პირველი გაკვეთილი ასეთი იყო, ხეში როცა გამიშვეს. პირველად რომ შევდიოდი ძალიან ღელავდი რამე, მაგრამ თანდათანობით რომ მივეჩვე ძალიან კარგი ბავშვები სამყაროდან და კარგად ჩამიტა და გაქრთელი. მე ამ სკოლაში ღია გაკვეთილი ჩაგვატარებინეს გორმა. სამი მასწავლებელი ვიყავთ. ერთი რუსული იყო, ერთი გამგე და ერთი მე. ისინი სასწავლებლად საათებს. ეს ღია გაკვეთილის დროსა ძალიან მეშინოდა რომ ვითხოვთ სიმართლე. არ ვიყავ მიჩვეული, როგორ ჩატარდებოდა მესწრებოდნენ იმისიც მეშინოდა, როგორ ექნებოდა. კონსპექტები ჰქონდათ იმათა და მე არ მქონდა კონსპექტი ღია გაკვეთილებს. როგორ ჩანედა. ვთხოვე იმ გამგემასებისა და არ მაქვს მე მინდა. რაც იქნება იქნება. დავიწყეთ გაკვეთილი. პირველად იმან ჩახდა გამგემასა. ჩაატარებინეს. მეორედ მე ჩამატარებინეს მეორე გაკვეთილი. მაგრამ ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა. ისე კარგად ჩამატარეს გაკვეთილი. მე რუსულის მასწავლებელს ჩემი გაკვეთილი შეფასდა 5-ზე, იმათი 4-ზე. აი ეს მახარებდა მე რომ როგორ კარგად ჩავატარე მეთქი და კარგად წავა ჩემი საქმეებში. თქვენ დაწყებითი კლასს ასწავლეთ და ანბანის სიყვარულს, წიგნის სიყვარულს ალბათ თქვენ განასწავლებდა ბავშვთან. საინტერესოა და ბავშვთან მუშაობა. საინტერესო იმითი იყო, ახლა ყველა ხერთნერი არ არის. ზოგი უფრო მძიმეა, ზოგი უფრო ადვილად ისწავლის. მიდგომაზე იყო, როგორ მიუდგები ბავშვს, როგორი ხერხით ასწავლი. მეც ნენელა ახლა როგორ ბავშვები ძალიან მიყვარდა პატარობის დროსაც და ეხლაც რო ქუჩაში მიდის ისიც კი მიყვარს, თორე მაშინ ხო უფრო მიყვარდა. ბავშვებსაც უყვარდი ძალიან. ასე მიდიოდა ჩემი წლები და მანძილები. და თქვენ გავლილი ცხოვრებით ბედნიერი ხართ თქვენ? აი სკოლის კურსი რა თქმა უნდა ხლა ბევრი ვალებაც გამოვიარეთ რომ მიმაგრებულები ვიყავით ხოლმე იმას აგიტატორებად ინდორში ზედაკითხვის თვითმფრინავები ჰქონდათ ამ სკოლაში დასწავლეთ ხოლმე ლექციათა წარკიდან გამოსული ფაქტია ქარეში ხოლმე იქაც მიყავდა თელიეთი კლასი სამწლიანები, 40-წლიანები და მომიგროეს ამის სკოლის კაცები, ქალები და ვასწავლები იქა.
ის რო კარგად ტარდებოდა ხოლმე ის ღამის სკოლა და კარგად ისწავლეს იმათ თერმა სოფელმა შეიყვარა. ლექსებსაც კიდე გამიგონებინა ხოლმე რაღაცას. Ποιο σχολείο შემდგენელი? პირველ სკოლაში 44 იცი ჩემი გაზდეიმოწაფები ინჟინერი რომ ეს ყველაფერი სიამოვნებით ვიგონებ და დიდი კაცი და დიდი ქალი ცოცხლენ გამაშულენ რომ მეწყის თამარა მასწავლებლო ასინგუნი 10 წელი მამემატანეთი და გამახსენდება ის პირველი შესვლის გაკვეთილი პირველად რო შევიდა ის გამახსენდება ხოლმე მიყვარს და უფრო კარგად მოიგონებ ხოლმე ჩემ წარსულს და ბავშვობასა ეხლა ეს იდეა როგორი მასწავლებელი კაცრი მასწავლებელი კაცრი გამახსენდება აი ეს ბავშვი რომ გაკვეთილი ასწოდო და მას ვერ ვიყავ და ტოვები გაკვეთილი შეინგეთი მასწავლებელი და ბავშვი გაცდენაც არ მეყარდა რომ ცდებოდა ბავშვი გაცდებოდა თორე და დამთავრდებოდა გაკვეთილი უკვე ოჯახში ვიყავ მისული რომ რაზი გაცდა მისთვის აღარ იყო ის იყო მას გამოვიყვანდი და მივედი ძალიან ბევრი მასწავლებელი ბევრი განსაკუთრებული კლასი ჰქონდა გადასაყვანი კლასი და მაინც ხმარ გამოარჩევთ რომელიც რაღაც ძუხას მოგონი ბავშვს არასდროს კლასს თუნდაც აი თავის რომ კარგი კლასი რომელიც იყო და გლახა რომელიც იყო ამაზე მეუბნები და თუ ისე საერთოდ ახლა ჩემ კლასშია რომ თქვა დიდი კაცი შვილებიც იყო მასწავლებლის შვილებიც იყო და უბრალოდ გლეხის შვილებიც იყო ამას მე გამომარჩევი მასწავლებლის და მის ცოდნას მარტო ცოდნას ვაკისებდეს დილობას ბავშვისას და ვი როგორი იყო და ის რომ მეთქვა ეს მასწავლებლის შვილება ამას ხონერეთ მოეცი ამას ადამიანი ბუნებით უნდა იყოს პედაგოგი ნამდვილად და მას რაც შეგვიძლია ქონდეს ადამიანს მასწავლებლის და ბავშვი თავის ყურადღების ცენტრში მოიქციოს სწავლაში ატაროს ხო აი მაგ შემთხვევაშია ხშირად ყოფილა ხოლმე აი დაწევის დროსაც თუ როცა მატებინები ბავშვს იმას ვეუბნები რომ ბავშვებო ოჩერკი კარგი ქონდეს კარგად ისწავლეთ რომ ცხოვრებაში გამოგაგდეთ მე რაც ვერ ვისწავლე ის მე მაჭხებს მეტი და თქვენ თუ შეწუხდეთ აი დაგეკი და კარგად ისწავლეთ ჩემი ბავშვები ზარიდო დაირეკებოდა ყველა ადგილზე ღია კარეს დაწოვდნენ ღიასა და სმენად იყო გადაღწეული აი ძველი იმერს რო კითხეთ მასელებსა ყველა კითხვის მოყავს იდგნენ სმენაზე და ჩაივიდნენ ხოლმე განსაკუთრებით მასწავლებლებმა როგორ აითამარეს ეყურებოდნენ კარებში არ დასწრებოდნენ სინა მე არ მივიდა რომ შევიდოდი სანას ეთქოდნენ სალანი მასწავლებელი ყველა ადგილზე გადაწყვეტის პირობები ძალიან ეხლა მოქმედოს ის რომ სექტემბერში რომ ზარი ეკება და აი გაქარი თქვენს დამსახურებელ მასწავლებლის სიგელები, მადლობის ბარათები, ეს ალბათ თქვენ კალ პედაგოგიურ მოღვაწეობას და ამის შესახებ გაიხსენებთ რა. აი ახლა დამსახურების ის რომ მომწეს ქარელი ხო რაიონი იყო და დაინგრა. დაიშალა. და შეუერთდით იმას და გორსა ისევ. მე რომ მასაკენ შეუერთდა გორმა გამოგზანა მასწავლებლები, დირექტორები, სასწავლო ნაწილები და სამინისტროდან იყო მოსული კიდევ. და მაშინ ჩვენი სკოლა გაყოფილი იყო, მეორე სკოლა იყო იქით და ჩვენ პირველ სკოლაში, მე პირველ სკოლაში დავიწყე. თქვენს რომ მეორე სკოლაში მიდისო მასა ისინი ბრიგადაო. დასასწრებად გაკვეთილსეო.
ვიკითხე ახლა და სადა მეორე სკოლაში ვისთანა ბაბოსთან დასტაშვილა მე დავრეკე მეც მაინტერესებდა მიდიან თუ არა დავრეკე ბაბა მანდ მოდიან მასწავლებლები ჩემთან კი არ მოდიანო შენთან მოდიან შენთანად უკვე შემეშინდა მე ეხლა რა იცოდა რომ მომზადებული შეხვდებოდა და მე მომზადებელი შეხვდებოდი რას ვიზამდი მაშინ რაღა მექნა და ხელდახელ შევიტანეთ სკამები რამეები დავაწვეთ და 24 ბავშვი მქონდა 32 ის იყო გამგე მასა ისინი დირექტორი ისე ზოგი ჩემი მოწაფეებიც რომ ეს სკოლაში ასწავლიდნენ უკვე მარიკა ალავიძე ის იყო მაშინ ეგეც ესწრებოდა ჩემი გაკვეთილზე მაგრამ შიში ვარ ძალიან როგორ ჩამეტარდება გაკვეთილი დავიწყე გაკვეთილი ზოგი მეუღლეს თვალებში როგორ მომიქცეთ როგორ არა მე მეუბნები ბავშვებს ნუ გეშინდეთ ბავშვ მე თვითონ კი მიშინდა როგორ ჩატარდებოდა როგორ შემოწმებდა და გორმა გამოგზანა განსაკუთრებით ერთი ქალი მომაგრებული იყო რომ აბა როგორ ჩაატარებს გაკვეთილს განათლების გაკვეთილის კამპი მე დავიწყე გაკვეთილი ის სიხარული თქვენ მოგცეთ იმ გაკვეთილზე როგორც მე იმ სიხარულმა ჩამიერა კარგად ჩატარდა მშვენივრად ვერ გამიგეს ვერც ერთმა როგორ დავიწყე ძველი მასალა როგორ გადავედი ახალ მასალაზე აი მთავარი ეს იყო ბავშვებს თვითონვე ეკითხებოდნენ ბავშვები აბა ბავშვები რომ მეტყოდნენ აბა ეს ბავშვი გაიყვანო გავიყვანდი ბავშვები იდგნენ და ეკითხებოდნენ მათემატიკაში სულ და რომ კარგად პასუხობდნენ მიხაროდა სულ ესეთ უნდა თქვენ გაწყობთ მე ცოტა შევჭდი და გორიდან მოსული თალმა მიხა მოგეშინია უკალამების უკალბეთი აშებს შეკითხე დავამთავრე ისე გაკვეთილი ახალი ცალსენი გამოვკითხე კიდეც დავაწერინე და ძალიან დაირეკა გამოვედი დაწყნარები ეხლა როგორ შეამოწმებენ იმასა ვთქვი მაშინ ნოდარე გოვახიძე იყო და არ დამესწრო ხოლმე გაკვეთილზე და შევიდნენ თუ რა უთხრეს ეს თალი ძალიან კარგად ჩატარდა გაკვეთილები კარგიაო და შემიფასეს ხუთზე და მაშინ მომწეს ეს დასახელება ეს ალბათ ერთ-ერთი თქვენ ძალიან ბედნიერი გაკვეთილი ბედნიერი გაკვეთილი იყო ეგეც ძალიან და ერთი კიდევა როლებს რო ვაწერინებდი ხოლმე სულ ერთი პოჩეტი იყო ყველა ბავშვს ყველა ვერ განსხვავებდნენ და სამინისტროდან იყო ერთი კაცი მოსულდა მეუბნე დამთავრდა გაკვეთილები და მივიდივარ სახლებში და ქალბატონო როლები მომიტანე ქართულის როლები მომიტანე ეს ხო დამთავრდა ეს გაკვეთილი ეხლა მაინე ვიცახ რა გავქნა ზოგი ბავშვი ადრიან თავებს ხოლმე და როლს რომ მომიტანს შიგავი ფურცელს ჩავდებ და ყველა სახელს ვაწერ და ზეიდან ვეღარ ვაწერ ხოლმე დაწერდი ხოლმე შემეშინდა ხოლმე ვაიმე რა გავქნა როგორ მოვიქცე მოვიტანე მე კიდე ეს კაცი შევიდა სამასწავლებელში და მე კიდე შევარდი უცებად კლასში გამოვიდეს როლები და მასწავლებელი მარგო პეპენი რო იყო თუ გახსოვთ რაც მომდევნო იმას არ თქვი არის ჩქარა ზემოდან რომელსაც არ აწილია დამიწერე და დამეხმარე და დამიწერეს მაგრამ დრო ხო გავიდა გამოვედი კარში ახლა და ის კაცი ამბობს მიდის და მოდის მასწავლებელს დამკარგი და როლებს მივიდა მე მეკუთში მომიტანე მე რა დაიბრუნებოდა სახში გადავედი გადავწყვეტილეს
მე მითხრა სახედიო ყოფილიყო ისე დაალაგეს რეულები. ვერ გაარჩია ვისი იყო და როგორი იყო, ერთი პოჭეთი იყო. დაუძახა და უთხრა მე, აი ეს ქალბატონი დაბადებულა პირველი კლასისთვის, რომ ყველას ერთი პოჭეტია. რამდენიმე დღეში ახალი სასწავლებელი დაიწყება, თქვენ როგორც ძველი მასწავლებელი. გასუსურებდით მასწავლებლებს და პირველ კლასელებს, რომლებიც ახლა იწყებენ ცხოვრებას ამით. იმას უსურებით, რომ ჯანმრთელობა გქონდეთ პირველ რიგში, სიმშვიდე იყოს, სიღარიბე ნუ იქნება, დაჩაგვრა ნუ იქნება, ზოგი მდიდარი და ზოგი ღრა. აი ეს არ უნდა იყოს. ესა და ბავშვებზეც მოქმედოს და მშობლებზე და ცხომობს ზოგი გამოყრანჭული მივიდნენ ზოგიანი რათა ცოდო არა ვარ მე რომ ის კარგა მივიდეს და მე არა მე ყველა ბავშვს არ ვანსხვერდი რომ ყველა ერთი უნდა იყოს ყველას ყავს ცხოვრება ჭამაც მათ და ჩაცმაცა და რაც უნდა იყოს ხალიფი აი სიმშვიდე იყოს რომ ყველა ბავშვმა შეძლოს სწავლეთ, ეხლა ისწავლეთ. არა მგონი. მაგრამ მიდგომა, აი ეს უკვე გული აქვს ბავშვებსაც გაგუჭებული, მასწავლებლებსაც. რა ვიცი, როგორ იქნება ეხლა. მაგრამ მაინც მომავლის იმედი ვიქონიოთ და ყველა კარგი ისწავლოს. აი ბათვარელებთ ქალბატონ თამარა შავდათაშვილის მოსწავლეებთან ერთად გადაღებულ სურათებს, მის სახელზე მოსულ დამსახურებული მასწავლებლის სიგელებს, მადლობის ბარათებს და ვგრძნობთ, რომ იგი ნამდვილ პედაგოგად მოვლენილა ამ ქვეყნად და ჩვენ კი გვმართებს, რომ მუდამ გვახსოვდეს და ვაფასებდეთ მას. ქრისტიანული სარწმუნოება და ეკლესია მუდამ იყო ქართველი კაცის სათაყვანებელი. მას მუდამ ახსოვდა ღმერთი, ლოცულობდა და მართლს სწირავდა. ღვთისადმი სიყვარული მუდამ იყო, არის და იქნება ქართველი კაცის ბუნებაში. რადგან ეკლესია და სარწმუნოება უაღრესად აკეთილშობილებს, აფაქიზებს ადამიანის სულს. ჩვენ გვინდა სწორედ ერთ-ერთი ასეთი ღვთისმოსავი ქალბატონი ანა ბერუაშვილი გაგაცნოთ, რომელიც ქართლის ღვთისმშობლის ეკლესიას ემსახურება. ანა დიდი ხანია ღვთისმსახურებას ეწევით. მეოთხე წელია. და როგორ მოხდა, როგორ მიხვდით აქამდე? ეს როგორც სრულად შემთხვევით. და შემთხვევითაც არ იყო, რუსთავში დავდივედი ჩვენ ლოცულობდი ყოველთვის. ბავშვობიდან იყო ასეთი რაღაც მინდაძე. ახლა თავი დავიწყე და მოხდა ვისაც გიძებს მე მუშაობ ახლა ეს ადამიანი თუ გახდა ისე რომ ვეღარ შეძლო მე მსახურია და შემომთავაზეს მოვედი ერთ დღეს და ისინი იყვნენ მრევლი იყო ჩვენი მამა სუზავი დამდებოდა მითხრა რომ ქალბატონო ანაო თუ შეგიძლიათო თქვენ რომ სამსახური გაგვიწიოთო მე რა თქმა უნდა სიხარულით დავდევედი გამეხარდა ძალიან ეკლესიური ცხოვრება თქვენი სამყაროა ნამდვილად სულიერი სამყაროა მე რო ეკლესიაში მოვდივარ ეს იმას ნიშნავს რომ ეს ჩემი სიცოცხლე თითქოს მემატება რაღაც საერთოდ ეკლესია ქრისტიანული რელიგია ეს ისეთი რელიგია რომ ადამიანს როდესაც ის მისდევს და სწამს რაღაც სულს უფაქიზებს გრძნობებს უნაზებს თქვენ როგორ ფიქრობთ ასეა ნამდვილად ასეა კი სულიერი საფაქიზე და სულიერი ცხოვრება ღვთიური ის არის რომ გწამდეს ჯერ შენი თავი უშუალოდ მე რა თქმა უნდა პირველ რიგში ღმერთი უნდა იწამო და მისი ყოველივე ნათქვამი წერლობით რა თქმა უნდა რასაც ვკითხულობთ ჩვენ და რასაც
გვიღაღადებენ, ნამდვილად ეს ასე არის და ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენ. და ერთი რამაა კიდევ თუ ღმერთი გწამს და ეკლესია, ხატები და მოძღვარი, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ სულიერად მდიდარი ხარ. და თუ გწამს შენი თავი, უნდა იწამო ჯერ სხვა. ჯერ სხვის პატივისცემაში უნდა იყოს. თუნდაც აი დავდომილი ადამიანი რო არის, აი რომ იმას პატრონი არ აყავს, არავინ არ აყავს. აი ეს შენი რწმენა მაშინ იქნება, როდესაც იმას პატივსაც ცემს და იმას ამოუდგები მხარში. და ნამდვილად ბევრად თუ არა რამდენი საშუალებათა გაქვს ადამიანს იმდენად გაითვალისწინებ მის ცხოვრებას. ჩვენი ეკლესია მოქმედი ეკლესია და ეს რა ასაკის ხალხი შემოდის, ეს ყველა თაობა მოდის ეკლესიაში. კი, ყველა თაობის დაწყებული 2-3 წლის ბავშვიც კი შემოდის და პირველად იტევს. ხანდაზმული ხალხიც შემოდიან, შუახნის ხალხიც შემოდიან, ახალგაზრდები შემოდიან და იმდენად მახარებს რომ ახალგაზრდების შემოსვლა სიხარულით ნამდვილად სასვეტები ხოლმე. ღვთისმოსავი დედა, რომელსაც წამს εκκλესია, ხატი, ღმერთი, ალბათ შვილებსაც პროსხანაერი სულისკვეთებით გასწრებს. რა თქმა უნდა, აუცილებლად. რომელი ქართველია თუ სომეხია თუ რუსია თუ ვინც არ უნდა იყოს, რომელი ერით არ უნდა იყოს, თუ კი მას თავის სულიერი სამყარო უფალისწამს, ის ყოველთვის შვილსაც აღზრდის ისე, ნამდვილად. აღზრდის და ძალიან კარგი ბედნიერებას მოუტანს თვითონ თავის შვილებსაცა და თავის შვილთა შვილიშვილებსაც. ალბათონა, თქვენ ხომ არ გქონიათ შემთხვევებსაც დავშოთ გაჭირებული ადამიანი, ან მოვიქცევიათ, ან სულიერად დაგიმშვიდებიათ. ბევრი ძალიან სხვათა შორის. ბევრი. ხომ არ გეტყვით? მაპატიეთ, გვარით და რაღაცა მართავს, მაგრამ არიან ესეთი ადამიანები, აქაც მეზობლად არიან. თუ კი რამე უჭირთ ხოლმე ყოველთვის მისულა და მითქვია, რომ აი მოდით ეკლესიაში, თუნდაც აი დავადებულები, ნერვიული სისტემით. ძალიან ბევრი მოსულან და უვლიათ. ერთი ახალგაზრდა გოგონა დადის. ეს მხოლოდ ჩემი მეშვეობით არ არის, ჩვენი მრევლის, ერთ-ერთი მრევლის, ასე იგი, თხოვნით, რომ აი მოდი და ნახავ თუ არ გეშველებაო. მართლაც ამ წასულ მორიგეობაზე შემოვიდა ეს ახალგაზრდა და შემოიყვანეს კიდევ ხელი ქონდა მოკიდებული და მოვიდა და მეუბნე ანა ბებიაო იცით რაო რა შვილო მეთქი და მე კარგად ვარ ახლა ეს რამდენად ჩემი სიხარული იყო თქვენი ოჯახი ალბათ ღვთისმოსავებას ეწევა თქვენგან გამომდინარე ნამდვილად შვილი მღავს რუსთავში ცხოვრობს 24 წლის ძია დადის ყოველთვის ეკლესიაში უნდა სამოხტრეობაზეთ სანამ დაქორწინდებოდა მანამ უნდა სამოხტრეობაზე რომ შეეტანა და ესწავლა და მეუთხარი შვილი მეთქი ზებოგენაჩალოს შენს მეტი არავინ არ ამყავს ერთი ღმერთი და მეორე შენი ითხოვე ქალეთ ერთი ორი ბავშვი გააჩინე და მე შენი მეტი მე შეიძლება რომ ესწავლა მეთქი და მოიქცა ასე დამიჯერა ნამდვილად ბავშვი შეეძინა ბიჭი მამის სახელი დაარქვა და რომ უყურე ამასინათ ვიღა ჩასულ დასვენებაზე არის წლისა და 9 თვისა ბავშვი. ახლა მაინტერესებს ყოველ შემთხვევაში რომ მამა როგორ აღზრდის შვილს და დედა. გაიღვიძა თუ არა ეძინა, გაიღვიძა, გაიქცა და წაფართხუნდა უნისასთან და დაიბანა ხელები, გამოივლო პირში, ახლა როგორც უყურებს ალბათ მამას, გამოივლო პირში და მივიდა. მამეჩით ჯვარია ჩამოკიდებული და ემთხვია ჯვარ წავიდა და დაიწყო ჭამა გავსულედი აი წლისა და 9 თვის ბავშვი ასეთი რამე გააკეთა არ ვიცი შეიძლება უფრო უმცროსების პატარების აკეთებდნენ მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე გამიკვირდა რომ არ მოველოდი ასეთ რაღაცას
ალბათ ბავშვი სასურველია რომ ეს დაბადები პატარაობიდანვე იყოს იცოდეს მან რა არის ღმერთი ეკლესია და ის უფრო სხვანაირი ადამიანი გაიზრდება და ალბათ მიზეზი ამისა რომ ეკლესიისკენ უნდა მოვიდეთ ყველა ეკლესიასთან და მოვიდეთ რომ აღარ იყოს დავშ საქართველოს ასეთ მდგომარეობაში თქვენ ნამდვილად აი ახლა სწავლება რომ მიმდინარეობს სკოლებში ძალიან მიხარია იმიტომ რომ უკვე სხვანაირი ბავშვები აღიზრდებიან, სხვანაირი ახალგაზრდობა წამოვა. აი ეს მათ რომლებმაც შეიგნეს, რომ ნამდვილად ეკლესიის გარეშე და ღვთის გარეშე ცხოვრება არ შეიძლება, ეს ამითი ჩვენ მივახცევთ ძალიან დიდ რაღაცა მიზანს. ჯერ გასაფრთხილებლად, ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვდა. გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით და გვპირდებით, რომ კიდევ უფრო ლამაზ და საინტერესო გადაცემებს შემოგთავაზებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.